Bismillah, alhamdulillah, მოგესალმებით. ისლამში დაახლოებით 130-მდენ ჰარამი, ანუ აკრძალვა არის უფრო მეტიც. თუ თანმიმდევრობით გავხვევით 99 რიგზე ღორის ხორცის ჭამა არის, ხოლო მეორე რიგზე ჭორაობა, ზურგს უკან საუბარი. ჩვენ მუსლიმები უხთხილდებით ღორის ხორცის ჭამას. წარმოიდგინეთ, რომ ზენესმა ალლაჰმა დაგვიფაროს ყველა ჩვენთაგანი, რომ ადამიანმა ღორის ხორცი ჭამოს, რა მოხდება? სულიერად დაეცემა და ის დანაშაული ცოდვა პირადი ცოდვა იქნება, ხოლო ჭორაობის შემთხვევაში ეგრე არ არის. ჭორაობის შემთხვევაში ადამიანებს შორის შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება, შეიძლება ჭორაობის შემთხვევაში ოჯახები დაინგრეს. ჭორაობა შეუძლია ქვეყნებს შორის ურთიერთდაპირისპირება გამოიწვიოს. ჭორაობა საზოგადოებრივი დანაშაული არის. ეს დაავადება სენია, რომელიც რომ ყველა ჩვენთაგანში არსებობს. უზენაესმა ალლაჰმა ასეთი ცუდი საქციელისაგან ყველა მორწმუნეები დაგვიფაროს.